ბიჭო, ეგ მოვიზიდე შენი ყურადღება. ახლა მომისმინე. ნახე, თუ გადაწყვიტე ვიდეოების გადაღება სოციალურ ქსელებში და ამით მეტი ყურადღების მოზიდვა, შემოსავლის გაზრდა და ასე შემდეგ, დაუცბად დაგემართა ესეთი აკნე, რომელსაც ვებძვი უკვე მე-10 დღეა, ბალიზე ვიყავი და ბალიზე დამემართა, ეგეთი აკნე არასდროს არ მქონია ცხოვრებაში. სულ სელფი კამერით ვიღებ, ანუ ეხლა ვიღებ უკანა კამერით, უკეთესი დეტალიზაცია აქვს, უკეთესად ჩანს მთელი ჩემი სახე. ესე ვერ ვიღებდი შორიდან და სელფი კამერით რო არ გამოჩენილი იყო ჩემი სახე. ხო, ცოტა დამაკომპლექსა. მაგრამ ზოგი საერთოდ არ გადაიღებდა ვიდეოს, სანამ ეს აკნე არ გავიდოდა და სერიოზული აკნე როცა გაქვს, მინიმუმ 2 კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ გასუფთავდეს სახე. რისი თქმა მინდა. ნახე, შენ ვითარდები მაშინ როცა არ ელოდები რაღაც იდეალურ მომენტს, როცა სუფთა სახე გაქვს, როცა არაფერი გტკივა და ასე შემდეგ, არამედ რაც არ უნდა ხდებოდეს ცხოვრებაში და აკნე, ეხლა სერიოზული აქ არაფერია, ლაპარაკი შეგიძლია, ჭამა შეგიძლია, სიარული შეგიძლია, ყველაფერი შეგიძლია, უბრალოდ სახე გამოიყურება არც თუ ისე კარგად. დაიკიდე, აკეთე, აი იმ საშინელი სახითაც ცხვირიც რომ მქონდეს ესეთი მაინც, კბილიც რომ მქონდეს ჩასასმელი მაინც, აკეთე კონტენტი. არავის საქმე არა შენ აკნე გჭირს თუ ფეხი გაქვს მოტეხილი, შენ უნდა აკეთო შენი საქმე, რომ მიაღწიო შენს მიზნებს. ამიტომაც თუ გინდა ბევრი ნახვა, თუ გინდა მეტი შემოსავალი, უნდა აკეთო ისე, როგორც შეგიძლია აკეთო. მე ახლა შემიძლია ესე და ამას ვერაფერს ვერ შეველი, შემიძლია ტონალური წავისვო, მაგრამ არ მიყვარს და ძალიან არაბუნებრივად ჩანს. ეხლა აქ ვიქნებოდი სხვა ფერის, აქ სხვა ფერის და მე მოკლედ არ მევასება ეს ტონალურები და მაგიტომაც არ წავისვი. მაგრამ ყველაზე მეტად მევასება ავთენტურობა და პირდაპირ საუბარი. ამიტომაც როცა შენ ბერს ორჭოფობ, ხალხი არასწორად გამიგებს, აქ მუწუკი მაქვს, აქ ისა მაქვს, აქ რქა მომივიდა და ასე შემდეგ. ზუსტად ამის ტრანსლაცია უნდა მოახდინო. ანუ რაც ყველაზე მეტად გაკომპლექსებს კამერის შიში, ჰეითერების გეშინია, ეგ თქვი ზუსტად ეგ ილაპარაკე ვიდეოებში. გახსენი რაღაც უძრავი ქონების სააგენტო, თქვი რომ აი გავხსენი უძრავი ქონების სააგენტო, თქვენი მხარდაჭერა მჭირდება, მეგობრებო. გახსენი ყავისახლი, თქვი ყავისახლი გავხსენი ამ და მისამართზე და ეხლა უნდა დავიწყო ამაზე ვიდეოების გადაღება და მინდა ამაშიც მხარი დამიჭიროთ, მეგობრებო, აბა გააზიარეთ ეს ვიდეო, რაღაც ეგეთი გჭირდება. ხალხი დაიღალა ამდენი მონტაჟისგან, ამდენი ფოტოშოპისგან, ამდენი არაბუნებრიობისგან, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როცა შეგიძლია ეხლა მთელი შენი ეს სხეული აიღო და დაავალო ვიღაც რობოტს, რომელიც შენს ნაცვლად ილაპარაკებს. ნუ იმ რობოტს არ ექნება აკნე. ძალიან მაგარია. სამაგიეროდ არც ნდობა ექნება. და ნდობა გექნება შენ, რომელიც ხარ ისეთი, როგორიც ხარ სინამდვილეში. ამის თქმა მინდოდა შენთვის. გაუზიარ ეს ვიდეო შენს მეგობარს, რომელსაც აკნეს ჭირს.